პილოტიანი და უპილოტო თვითმფრინავები, დრონები. მაინც როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა საფრენმა აპარატმა ერთმანეთთან შეჯახების გარეშე იფრინოს. ამ საკითხის მოგვარების მიზნით ამჟამად დანიაში ქალაქ ოდენსეს საერთაშორისო აეროპორტში საცდელი პროექტი მიმდინარეობს. საცდელ ცენტრში უახლესი ტექნოლოგიების მქონე სტარტაპები მუშაობენ როგორც კომერციულ, ისე თავდაცვის სექტორებზე. აქ მომავლის საჰაერო სივრცეს პროექტ NextGen-ის მეშვეობით ამზადებენ. დღეს არ არის ნებადართული, რომ ერთსა და იმავე საჰაერო სივრცეში ერთდროულად დრონმაც იფრინოს და თვითმფრინავმაც. სწორედ ამიტომ ვცდილობთ ამ მხრივ პიონერები ვიყოთ და შევძლოთ დრონების და უპილოტიანი თვითმფრინავების ერთდროულად გაშვება. ჩვენს ხელთ არსებული სენსორების და პროექტის ფარგლებში გადმოცემული რადარების მეშვეობით ვიცით ერთ დიდ სივრცეში გაშვებული ყველა ობიექტის ადგილი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ის პრაქტიკა შეიძლება დაინერგოს ევროპაში 5-10 წელიწადში. სოფლიოში მიმდინარე სწრაფი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თვითმფრინავებისა და სხვადასხვა ზომის, დიაპაზონისა და დანიშნულების მქონე დრონების მოძრაობის კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში, ასევე ტვირთის სწრაფად გადაზიდვისა და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის მონიტორინგისთვის. აუგუსტის კომპანიამ აეროპორტში ეგრეთ წოდებული დრონების ყუთი დაამონტაჟა. ეს არის 8 სენსორი, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი მფრინავი ობიექტის შემჩნევა 15 კილომეტრის რადიუსში. დრონები რადიო სიგნალებს გადასცემენ, ანტენები კი დრონის სიგნალებს იჭერენ და მათი დახმარებით შეგვიძლია დრონის ადგილის განსაზღვრა. რა სიმაღლეზეა, რამდენად შორს ფრინავს და საძის პილოტი. ჩვენი სისტემა დრონს წამში ორჯერ პოულობს, რაც საკმაოდ სწრაფი მაჩვენებელია. ამ აეროპორტის პერსონალს ხელი მიუწვდება აპლიკაციაზეც, რომელიც ზუსტად აჩვენებს თუ სად იმყოფებიან დრონი და მისი პილოტი რეალურ დროში და როგორია ფრენის სრული ისტორია. ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 9 მილიონ ევროს აღემატება და მისი 40% ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა. აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალისტებით დაკომპლექტებული 15 კომპანია და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის დრონების ცენტრი მუშაობს. ეს ცენტრი პროექტის მონაცემებს უკეთებს ანალიზს და მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიებთან. მათი დევიზია ჩაატარე ექსპერიმენტი, ჩაიჭერი და ისწავლე. Experimentar, estrellarse y aprender es su lema. ამ პლატფორმის ღირსება ის არის, რომ ყველაფერი ღია, ასე რომ თუ გვინდა მასში რამის გაერთიანება, ის დაუყოვნებლივ შემიძლია გავაკეთოთ. თუ ჩვენი დრონი ჩამოვაგდა, შემიძლია მაშინვე შევცვალოთ საჭირო ნაწილი აპარატურით დაწყებული, იარაღით დამთავრებული და იმავე დღეს ისევ ჰაერში გავუშვა. დრონების გლობალური ბაზარი 49 მილიარდ ევროდ არის შეფასებული და ვარაუდობენ, რომ 2036 წელს მისი ღირებულება 127 მილიარდს გადააჭარბებს.